ესეთი ბანერი გვხდება აქ. მინიშნება წყალი. აბა გაბრიელ. ამან ისე დაამუღამა ტყის ბილიკები, რომ აღარც მელოდება უკვე დამელოდება. აბა როგორა? კარგად მიდიხარ? მე არ იცი რა იქნება, ხო? დამელოდე მაინც. არ იცი გზები და ბილიქს უნდა მიყვე პრინციპში, არა ისეთი ეგი აქა. გზა არ დაიკარგები ადამიანი. ესეთი გზაა მოკლედ. ტყის ბილიკი. არ არის ცუდი გზა. ჩვეულებრივად ამოივლის ნებისმიერი ადამიანი. სადაც ეს ჩემი ქედელი ბავშვი ოღონდ უკვე მისთვის წარმოშობით ბათუმში დაბადებული გაზრდილი რომ აქ დადის. აბა ვნახოთ აქ დასრიალდეს შეიძლება და პირველი რეპეტიციაა როგორ ახვალ. ხეს მოეჭიდე მეორე ხელით, აი პრინციპში არ უნდა მეთქვა. თავად უნდა მოახერხო. მყარად იდექი ფეხებზე, მყარად. გაიმართი ადექი. აქ არის უკვე მაგიდა ზემოთ, სადაც დავბანაკდებით. კი არა და დავტოვებთ ჩვენს ჩანთას და წავალთ აქედან ფეხით. იმიტომ რომ უკვე აქედან შორს აღარა აქილისა და ჩამოვლისას მივირთმევთ საჭმელს. აი მაგიდა და სკამები დაიღალე? ახალგაზრდა? აქედან უკვე 9 კილომეტრია დარჩენილი. როგორც ესაბრა გვაუწყებს 15 წუთის სავალიო. ვისთვის 15, ვისთვის 9 საათი, ვისთვის 10 წუთი. და არასასიამოვნო მომენტი. აი ესეთ სიტუაციაში დამხვდა მაგიდა და სკამები. ამ მაგიდაზე არ ამგონია ეხლა ეს რომ თოვს ესე ჩაეწია, ვარაუდობდი, მაგრამ პირველივე დანახვაზე. მაგრამ ესე ცუდად ისინი ისია მოტეხილი, რომ თუნდაც აი ესე. მოკლედ ვერ გაიგებ რა ტყეში ხალხი სიამოვნებისთვის დადის თუ ვანდალიზმისთვის. რას გიშლის აქ ესე ვიღაცა მომოიტანა, გააკეთა, იწვალა და შენ გამზადებულ ესეთ კარგ ადგილს აზიანებ. ვინც ეს გააკეთეს სირცხვილი შენ.